ბრინჯაოს ვარსკვლავის ორდენი გმირულად დაღუპულ რუსთაველ სამხედროს რამდენიმე წუთში ქრონიკაში. რუსთავის მერიამ დაახლოებით 9 მილიონი ლარის მოცულობის სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ქრონიკას ხრის ნახევარზე, ახალ ამბებს სოფო ცერცვაძე წარმოგიდგენთ. ბრინჯაოს ვარსკვლავის ორდენი გმირულად დაღუპულ რუსთაველ სამხედროს ამერიკის პრეზიდენტის ბრძანების თანახმად მედალი ვასილ ყულჯანაშვილს ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას გამოჩენილი გმირობისთვის გადაეცა. ბრინჯაოს ვარსკვლავი მებრძოლის ოჯახის წევრებს დღეს თავდაცვის მინისტრმა გადასცა. ცერემონიალს ყულჯანაშვილის მეგობრებთან და სამხედროებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ვასილ ყულჯანაშვილი არის პირველი ქართველი სამხედრო, ვისი სახელობის მემორიალიც გაიხსნა ამერიკაში იმ ბაზაზე, რომელიც სარდლობის ქვეშაც მსახურობს ქართული ჯარი ავღანეთის ამ კონკრეტულ მიმართულებაზე. და მას ამერიკის პრეზიდენტმა პირადად გამოუგზავნა მედალი ვარსკვლავი, რომელიც ასევე განსაკუთრებულ შემთხვევებში გადაეცემათ ხოლმე სამხედრო მოსამსახურებს სამწუხაროდ გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია მისი ოჯახისთვისაც და ბუნებრივია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თავდაცვის სამინისტროსთვის. ჩვენ ვამაყობთ ესეთი ადამიანებით, ვინც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას იცავენ ჩვენი საზღვრების გარეთ. მიხარია რომ დააფასეს ჩემი ძმის ღვაწლი, მცირედი ღვაწლი. და ჩემთვის რა თქმა უნდა ათმაგად მნიშვნელოვანია ის, რომ ეს თქო ყურადღება გამოიჩინეს და ამერიკის მთავრობა უნდა მედალი გადაეცა ჩემს ძმას. რუსთავის ბაღებში სასწავლო პროცესი ოფიციალურად 11 იანვარს განახლდება. ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის განმარტებით მშობლებს იანვრის თვეში პატარების ბაღში მიყვანა ნებაყოფლობით შეიძლება და გაცდენილი დღეების საპატიოდ ჩაეთვლებათ. რაც შეეხება სკოლებს, არ დადაგები ერთ კვირაში დასრულდება და სასწავლო პროცესი 15 იანვარს განახლდება. სკოლებში მიმდინარეობს ზამთრის არდადაგები, რომელიც დაიწყო 30 დეკემბრიდან. სწავლა განახდება 15 იანვარს. სკოლები მზადყოფნაში არიან სწავლის დასაწყებად. ორშაბათიდან ჩვენ ვაახლებთ ბაღებში სასწავლო საავსდეულო პროცესს, სრულიად საათვართ. ყველა ის ხელშეკრულება, რაც იყო გასაფორმებელი, უკვე გაფორმებულია, ყველანაირად მომზადებული ვართ. ორშაბათს ველოდები ჩვენ პატარებს. რუსთავის მერიამ დაახლოებით 9 მილიონი ლარის მოცულობის სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. როგორც ცნობილია, სატენდერო დოკუმენტაცია მომზადდა შარტავას გამზირზე შუქნიშნის პროექტთან დაკავშირებით. სავარაუდოდ წლის პირველ ნახევარში დაიწყება კულტურის ცენტრის შენობის შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოებიც, რომლის ღირებულებაც 65,000 ლარს აჭარბებს. სატენდერო პროცედურები დაიწყო წმინდა ნინოს ქუჩიდან ცენტრალურ პარკში ჩასასვლელი კიბის რეაბილიტაციისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტზე. აღნიშნული სამუშაოები ქალაქის ბიუჯეტს 66,000 ლარი დაუჯდება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ვახუშტის ქუჩაზე არსებულ საჭიდაო დარბაზსაც. მოხდება მეგობრობის ქუჩაზე ტროტუარების მოწყობაც. სატენდერო დოკუმენტაცია ამ დროისთვის სულ 7 პროექტზე მომზადდა. რუსთავის მერის პირველი მოადგილე ნოდარ შეროზია აცხადებს, რომ ქალაქის თვითმმართველობამ სატენდერო პროცედურები მარტში უნდა დაასრულოს, რადგან ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულება დროულად დაიწყოს. 500,000 ლარზე უკვე გამოცხადდა ტენდერი და ყოველ დღე ფაქტიურად როგორც მზადდება დოკუმენტაცია, ჩვენ გვინდა რომ სადღაც მარტის შუა რიცხვებამდე აბსოლუტურად ეს ტენდერები ყველა იყოს გამოცხადებული, რომ წლის პირველივე ნახევარში საბოლოოდ დაასრულდეს ეს ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორც ტრანსფერით, ასე ადგილობრივი ბიუჯეტით. ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 18 მილიონი ლარის პროექტების შესრულებას შევძლებთ. განქორწინებათა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვემო ქართლში აღირიცხება. საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის კვლევის მიხედვით 2015 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით რეგიონში 2034 ქორწინება და 478 განქორწინება დაფიქსირდა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მისაღები მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეების ძირითადი ნაწილი ფიქრობს, რომ წინა წლებთან შედარებით განქორწინებათა რიცხვმა მაინც იმატა, რაც ძირითად ქვეყნებში არსებული სოციალური მდგომარეობითაა გამოწვეული.
ზოგადად ქორწინებათა რიცხვის ზრდისა და განქორწინებათა რიცხვის კლებით გამოირჩევა ქვემო ქართლი. ეს არის ძალიან ნორმალური მაჩვენებელი, რაც არ აქვს სხვა რეგიონებში. მე ვფიქრობ, რომ ეს განპირობებულია მართლმორწმუნე ტრადიციების გამტარებლები, უფრო მეტად საოჯახო პოლიტიკა და ოჯახის მენტალიტეტი უფრო შემორჩენილია ამ რეგიონში და პატივცემენ ამ წესებს. არასრულწლოვანები თუ არიან, ისინი უფრო მალე იმასობენ, განქორწინება მალე ხდება. ახლა უფრო ხშირია, რა თქმა უნდა, განქორწინებების. მე მგონი გაზრდილია. დაუსაქმებელია ძალიან ბევრი ახალგაზრდა და ხან უჭირთ. ცედოხჭირის გამო ოჯახები ინგრევა. ქვემო ქართლის მასშტაბით 2015 წელს დაგეგმილი პროექტები თითქმის 100%-ით შესრულდა. მხარის პირველი პირის განმარტებით გასული წელი რეგიონისთვის მეტად მნიშვნელოვანი და წარმატებული იყო. პატა ხიზანაშვილის თქმით, ქვემო ქართლში სულ 851 პროექტი განხორციელდა. რაც შეეხება სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, რეგიონში 470 პროექტი შესრულდა. ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების რიცხვმა კი 57 შეადგინა. გუბერნატორის განცხადებით ზოგიერთ მუნიციპალიტეტში შესყიდული პროექტების განხორციელება ამჯერადაც მიმდინარეობს. მისივე თქმით, 2015 წელს პროექტებისთვის გამოყოფილი თანხის ათვისება ყველაზე ეფექტურად ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებმა განახორციელეს. თითქმის 50 მილიონი იყო თლიანად დაფინანსება მთლიანად რეგიონში და მაგალითად ცენტრალური ბიუჯეტიდან იყო 57 პროექტი დაფინანსებული. 20 მილიონამდე იყო თანხა და მთლიანად იქნა 100% ათვისებული. რეგიონში ლიდერებიც აყვავს მუნიციპალიტეტებს შორის. ეს არის ბოლნისის ყველაზე უფრო ესეთი ძალიან ესეთი აკურატულად და შესრულების მხრივად მთლიანად 100%-ით რო შეასრულა ყველა მიმართულებით და დმანისის რაიონები, რომლებიც არიან ესე ვთქვათ მოწინავენი. ქრონიკაში რეკლამის დრო პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში დავბრუნებთ. რუსთავში ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერი ღონისძიება გაიმართა რეკლამის შემდეგ ქრონიკაში. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. მარნეულის მუნიციპალიტეტში საკრებულოს ხტომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტები განიხილეს. ესენი იყო სასმელი წყლის რეაბილიტაცია სოფლებში, მეჩეთებისთვისა და ეკლესიებისთვის დაფინანსების განსაზღვრა და საჯარო პირების კვალიფიკაციის ამაღლება. 2016 წლის საკრებულოს ხტომაზე კენჭი 5 საკითხს ეყარა, რომლებიც ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა. სასმელი წყლის მომარაგების პრობლემა მაინც მეტრაკლებად რჩება და მოვითხოვეთ ჩვენ რეგიონალური განვითარების ფონდიდან რამდენიმე სოფლის სასმელი წყლით მომარაგების პროექტების დაფინანსება. რუსთავში დღეს ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერი ღონისძიება გაიმართა. კალათბურთელის მხარდასაჭერად სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. იმისთვის, რომ სპორტსმენმა All-Star-ზე ითამაშოს, ხმის მიცემა საჭირო პროცესი ინტერნეტის საშუალებით მიმდინარეობს. ხმის მიცემა შესაძლებელია NBA-ის ოფიციალურ გვერდზე, Facebook-ით, Twitter-ითა და Instagram-ით. შეგახსენებთ, რომ გამოკითხვის შედეგად 10 კალათბურთელი უნდა შეირჩეს, რომლებიც აღმოსავლეთ და დასავლეთის კონფერენციის გუნდების 5 თაულებს შეავსებენ. ითამაშებს თუ არა ფაჩულია All-Star-ზე, ეს სწორედ მოსახლეობის აქტიურობაზეა დამოკიდებული. ზაზას იქ მოხვედრის შანსი აქვს. უკვე მერვე ადგილზე არის საქართველოს ნაკრების კაპიტანი და ჩემი აზრით ნებისმიერი ქართველის ვალი არის, რომ მისცეს ხმა ზაზას. ერთადერთი მოთამაშე არის საქართველოსდან, ჩვენი ნაკრების კაპიტანია, ლიდერი. ყველა უნდა დაუჭიროთ ხარი. მთელი საქართველოს ხარდაჭერა ჭირდება ზაზას. ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია საქართველოში და ევროპაშიც და სოფლიოს დონეზეც და აქ შანსი რომ მოხდეს იმ ლეგენდარულ თამაშზე, რასაც ყველა ვარსკვლავის თამაში ქვია. ქრონიკაში საერთაშორისო ახალი ამბების დროა. სტიკი ავსტრალიაში ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ძლიერმა ხანძარმა ისტორიული ქალაქი თითქმის მთლიანად გაანადგურა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლი 6 იანვარს ტყის მასივს გაუჩნდა. მოგვიანებით კი საცხოვრებელ სახლებს მოედო და 100-მდე შენობა დაიწვა. რამდენიმე ადამიანს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი სხვა ქალაქებსაც ემუქრება. აფეთქება ლიბიაში დაღუპულია 7 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა განახორციელა. ეს ბოლო 24 საათის განმავლობაში ლიბიაში მოხდა უკვე მეორე თავდასხმა.
გამოშვების ბოლოს ტრადიციულად ამინდის პროგნოზს გავეცნოთ. ცალკაში დღისით 0 გრადუსი იქნება, ღამით -7, თეთრწყარო დღისით +5 იქნება, ღამით -2 ფიქსირდება. თვანში +1 იქნება, დღისით -5, ღამით ბოლნისში +8 იქნება, დღე -2 ფიქსირდება ღამით. მარნეულში +9 გრადუსამდე გათბება, დღე +2 იქნება, ღამით თბილისში +8 იქნება, დღე -1 ღამით. კარნავალში +10 იქნება, დღისით +1 ფიქსირდება, ღამით რუსთავში ასევე 10 გრადუსი სითბო იქნება, დღე -1 იქნება ღამით. ქრონიკა ამ ინფორმაციით დასრულებულია. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. ნახვამდის.